ნებისმიერი ერისათვის დედაენა ძალიან მნიშვნელოვანია. ვინაიდან დედაენის მეშვეობით აღვიქვამთ ჩვენ გარე სამყაროს და ჩვენ ვაზროვნებთ ამ ენაზე. ეს არის ჩვენი აზროვნების მოდელი. შესაბამისად, ნებისმიერი ერი ურთხილდება თავის დედაენას, ვინაიდან ენის დაკარგვასთან ერთად იკარგება ძალიან დიდი რამ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეთნიკური იდენტობისათვის, მენტალური იდენტობისათვის და ამიტომ ვფიქრობ, რომ დედაენის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული ადამიანებისთვის და განსაკუთრებით ერისათვის. ახლოვდება უკვე ქართული ენის დღე, დედაენის დღე, 14 აპრილს უკვე 1990 წლიდან მოყოლებული ჩვენ ყოველწლიურად ვზეიმობთ და ეს არის განსაკუთრებული დღე, განსაკუთრებით ჩვენთვის ლინგვისტებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა დგას ამის უკან. რა პროცესი არის ის, როდესაც შენ შეგიძლია შენ მშობლიურ ენაზე გამოთქვა შენი სურვილები, შენი მოსაზრებები, შეხვიდე დისკუსიაში, შენ წარმოადგინო შენი თავი როგორც მოაზროვნე არსებამ და ძალიან კარგად გვესმის ისიც, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უცხო ენის დომინანტურმა სიტუაციამ მშობლიურ ენაზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც რასაკვირველია ეხმაურება 1978 წლის 14 აპრილს მომხდარ მოვლენებს, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ საბჭოთა კავშირში კონსტიტუციის ახალი ვერსია შემუშავდა, სადაც დედაენას, ქართულ ენას, ქართველი ერისათვის უკვე აღარ ექნებოდა სახელმწიფო ენის სტატუსი და სახელმწიფო ენის სტატუსი გახლავთ ზუსტად ის, რაც იცავს ქვეყნის ენას, ამ სოციუმის დედა ენას, იმისათვის, რომ მას რაიმე საფრთხე შეექმნას, მის ფუნქციონირებას არ შეიძლება, რომ საფრთხე შეექმნას, ის უნდა გამოიყენებოდეს საგანმანათლებლო სივრცეში, ის უნდა იყოს სახელმწიფო დოკუმენტების წარმოების ენა, ის უნდა იყოს კომუნიკაციის ენა, ამ ენაზე უნდა იქმნებოდეს ლიტერატურა, ამ ენაზე უნდა იყოს თეატრები, გამოდიოდეს ჟურნალ-გაზეთები. ანუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართული ენის მოხმარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით სწორედ საბჭოთა პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირის ოფიციალური სახელმწიფო ენა იყო რუსული. როდესაც გადადიხარ ოჯახთან ერთად, შვილებთან ერთად, ან შვილები იბადებიან უცხოეთში, ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგან ამ მშობლები, იმიტომ რომ ბავშვები უპირველეს ყოვლისა ითვისებენ იმ ენას, რა ენობრივ გარემოშიც ისინი იმყოფებიან. მშობლები ძალიან ხშირად უარს ამბობენ ბავშვებთან ქართულად ლაპარაკზე, იმიტომ რომ ფიქრობენ იმაზე, რომ აი ბაღში რომ წავა არ გაუჭირდეს კომუნიკაცია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს და ბავშვებს უჭირთ შემდეგ ბაღში ადაპტაცია. შესაბამისად ცდილობენ, რომ იმ ენაზე მისცენ ბავშვს, ასე ვთქვათ, საკომუნიკაციო კომპეტენცია, რომელიც იმ ქვეყანაში არის. შესაბამისად გვიან მოდის ბავშვებში ქართული ენის ათვისების ეტაპი, როდესაც ერთი ენა უკვე მყარად არის ჩამჯდარი. ჩემი დაკვირვებით ძალიან კარგი არის, როდესაც ბავშვი ორენოვან გარემოში იზრდება და მე როგორც ლინგვისტს ამისი გამოცდილებაც მაქვს და არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს კოლეგებსაც ფრანკფურტის უნივერსიტეტში ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომლები ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული კოლეგები გახლდათ, რომლებსაც ასევე ყავდათ შვილები და ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა და ამაზე ძალიან ხშირად გვისაუბრია ჩვენ და აი ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგად რაც ფუნქციონირებს არის ის, რომ გაიყოს როლები. რომ თქვათ, დედა ერთ ენაზე ესაუბრება ბავშვს და ეს როგორც წესი დედაენა არის და ქართული უნდა იყოს, ხოლო მამა ესაუბრება იმ ენაზე, რომელიც ამ ქვეყნის ენა არის და როდესაც ბავშვმა იცის როლები, დედასთან ერთ ენაზე საუბრობს, მამასთან მეორე ენაზე საუბრობს და შესაბამისად კომპეტენციაც ორივე ენაში თითქმის თანაბრად იზრდება. ვინაიდან როდესაც ბავშვი ყალიბდება ერთი ენა და შემდეგ უკვე 5-6 წლის ასაკიდან იწყებს ბავშვი ან მშობელი ცდილობს, რომ ქართულ ენაზე დაიწყოს მასთან მეტყველება, შეასწავლოს სიტყვები. იცით, ეს ბუნებრიობა იკარგება, იმიტომ რომ მშობელი ცდილობს, რომ ბავშვს ასწავლოს სიტყვები და არა ის, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მეტყველების პროცესში აითვისოს ბავშვმა და ბავშვები ენას ითვისებენ არა სწავლის გზით, არამედ სწორედ საკომუნიკაციო
აქტში. Ისინი იმეორებენ იმას, რაც მათ ესმით. ისინი სწავლობენ სიტყვებსაც სწორედ აი საკომუნიკაციო აქტში და შესაბამისად ეს პროცესი ცოტა უფრო გართულებულია. მე სამი შვილით გადავედი გერმანიაში საცხოვრებლად და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები შედარებით უფრო დიდები იყვნენ, ლუკა იყო 8 წლის, მარიამი 7-ის და ანასტასია 5-ის. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებმა აქ განსაკუთრებით უფროსმა ბავშვებმა პირველი რამოდენიმე წელი სკოლაში არის აქ და ძალიან კარგად იცოდნენ წერას და კითხვაც, მათთვის ქართული ენა იყო საკომუნიკაციო ენა და პირიქით მოუწიათ ადაპტაცია გერმანულ ენობრივ სივრცეში, რომელიც ძალიან სწრაფად აითვისეს. მაგრამ დადგა პერიოდი, როდესაც მივხვდი, რომ ისინი უკვე თავს იკავებენ ჩემთან ქართულ ენაზე კომუნიკაციისაგან, ვინაიდან რაღაცა გარკვეული ლექსიკური მარაგი აღარ ყოფნიდათ უკვე, იმიტომ რომ ბავშვები რომ იზრდებიან, კიდევ სხვა დონეზე კომუნიცირებენ ჩვენთან და ეს არ არის ძალიან მარტივი, ასე ვთქვათ, საუბარი. აი, იქ მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო რაღაცა სისტემატურად ქართულ ენაზე, მე ვიტყოდი განათლების ენად ქცევა ქართული ენისა, იმიტომ რომ პიროვნება ყალიბდება სწორედ იმ ენაზე, რა ენაზეც ის იძენს ცოდნას, რა ენაზეც ის ფსიქოლოგიურად და კოგნიტურად ვითარდება. მაშინ გადავწყვიტე, რომ დამეარსებინა საკვირაო სკოლა ქართველი ბავშვებისათვის და დასაწყისში ძალიან პატარა იყო ეს სკოლა, იმიტომ რომ ჩემი 3 შვილი და კიდევ 3 ბავშვი დადიოდა ამ სკოლაში და ძირითადად ჩემთან ოჯახში ხდებოდა ეს, იმიტომ რომ მცირერიცხოვანი ჯგუფი იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფრანკფურტში და მის შემოგარენში არაერთი ოჯახი იყო, რომელსაც ყავდა პატარა ბავშვი და რომელსაც ეს პრობლემა ქონდა თავიდან არასწორი მიდგომის გამო ამ ბავშვებში არ იყო ქართულად მეტყველების უნარჩვევები ჩამოყალიბებული. დღეს ამ სკოლაში დაახლოებით 20-25 ბავშვი დადის და აი ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ამ საკვირაო სკოლის ძალიან 2005 წელში დავაარსეთ და პრაქტიკულად გასული არის ლამის 20 წელი. აი მივხვდით, რომ სწორედ აი მშობლების არასწორი დამოკიდებულების გამო მოდის ბავშვი, რომელმაც ერთი სიტყვაც კი არ იცის ქართულად და გვიწევდა რაღაცა მეთოდების გამოყენება, თამაშით სწავლება. ანუ ეს არ იყო სკოლა სწავლების იმ დიდაქტიკური მოდელით, რომელიც საქართველოში არის, იმიტომ რომ კვირაში მხოლოდ ერთი დღე მოდის ბავშვი, არის ის ქართული და შესაბამისად რაღაცა პირობები უნდა შეუქმნა ისეთი, რომელიც მას დაინტერესებს და რომ ჩაითრევს ამ პროცესში და იწყებს ნელ-ნელა ძალიან ნელა უკვე მეტყველებას, ცდილობს თავის თანატოლებთან კომუნიკაციას, ჩვენთან კომუნიკაციას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ გქონდა ჩრდილების თეატრი. ჩვენი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი ძალიან ისეთი კრეატიული შემოქმედებითი პიროვნება აღმოჩნდა. ეგა კვარაცხელია, რომელმაც შემოგთავაზა, რომ მე შემიძლია, რომ ჩრდილების გამოჭრა შავი ფიგურები არის და შეგვიძლია ჩვენო ზღაპრები, ასე ვთქვათ, გავათამაშოთ. ეს იყო ძალიან კარგი იდეა, ვინაიდან ბავშვებს საოცარი ინტერესი გაუჩნდათ, ეს კი ზღაპრებს პრაქტიკულად ვათამაშებდით, აი ამ ჩრდილების მეშვეობით და ამ პროცესში იმდენად გაიზარდა მათი мотиваცია, რომ შემდეგ აი ლექსებს სწავლობდით, შემდეგ გარკვეულწილად საქართველოს ისტორიის შესახებ ყვებოდით, ცნობილ ფაქტებს, გეოგრაფიას, მოგზაურობდით ვირტუალურად რუქაზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მშობელზე, რომ ბავშვი უნარჩუნოს მშობლიური ენა, თუმცა მე ვიტყოდი, რომ დღეს პრაქტიკულად ქართველები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არიან გაბნეულები და ძალიან კარგად განვითარდა სოციუმების ფორმირების პროცესი. ქართველები ქმნიან სათვისტომოებს და ამ სათვისტომოებთან როგორც წესი იქნება საკვირაო სკოლები. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა სოციუმში, სკოლაში ბავშვების ტარება იმისათვის, რომ მათ თავიანთ თანატოლებთან კომუნიკაციაში აითვისონ ის ლექსიკა, რაც მათთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი არის. უპირველესი, რაც ბავშვებმა უნდა იცოდნენ ქართული ენის შესახებ, ეს არის ქართული ანბანი. იმიტომ რომ 15 მსოფლიოში არსებულ ორიგინალურ ანბანთა შორის ქართული გახლავთ ერთ-ერთი ორიგინალური ანბანი და ეს არის ძალიან
დიდი კულტურული მონაპოვარი ქართველი ერის. ეს აუცილებლად უნდა იცოდნენ მათ. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ, რომ ქართული ანბანი 3 გრაფიკული ნაირსახეობით არის წარმოდგენილი და ჩვენ საკვირაო სკოლაში სხვათა შორის ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით ამ გარემოებას და ასომთავრულიც კი შევასწავლეთ ბავშვებს. მახსოვს, მამაო ჩვენო გადავწერეთ სააღდგომო პერიოდში ასომთავრულით, ვინაიდან გვინდოდა, რომ მათ ქონოდათ შეხება იმ ისტორიასთან, იმ კულტურულ მემკვიდრეობასთან, რომელიც ქართული ანბანის სახით არის შემონახული. მე ვფიქრობ, რომ აი ეს სიამაყე, რომელიც გიჩნდება ამ დროს, რომ შენ ძალიან ძველი ცივილიზებული ერის წარმომადგენელი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში ცხოვრების დროს, ვინაიდან იქ არ ახარ უცხო, შენ იქ ჩახვედი და შენთან ჩამოყვა შენი კულტურა, შენი ისტორია და გიადვილებს ეს ინტეგრაციას იმ საზოგადოებაში. აქ ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ოჯახი დაბრუნდება საქართველოში და მათი შვილები შესაბამისად დაბრუნდებიან საქართველოში. მე 3 შვილი გავზარდე გერმანიაში და ყოველწლიურად ჩვენ საქართველოში ვატარებდით ზაფხულს და ძალიან კარგად იცნობენ საქართველოს, ძალიან ბევრს მოგზაურობდნენ, ასევე ძალიან კარგად ფლობენ ქართულ ენას. ჩემი 3 შვილი მაგალითად ჩართული იყო ქართული ლიტერატურის გერმანულად თარგმნის პროცესში და 12 წიგნი გამოიცა მათი შესრულებული თარგმანები. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად მოამზადებს მშობელი თავის შვილს საქართველოში დაბრუნებისათვის და დღეს არსებობს რეინტეგრაციის პროგრამა, როდესაც სახელმწიფო საშუალებას აძლევს უცხოეთში მცხოვრებ ოჯახებს დაბრუნდნენ და მოახდინონ კვლავ ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მშობლიური ენის სრულფასოვან ათვისებას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სამყაროს ჩვენი მშობლიური ენის მეშვეობით აღვიქვავთ და ქართული ენა არის გამორჩეული ენა. ყველა ენა საინტერესოა, მაგრამ ქართული ენა მაინც გამორჩეული არის თავისი სტრუქტურით, თავისი ზეაღმატებულობით, თავისი ზემეტაფორულობით. ქართული საოცრად მოქნილი, საოცრად მხატვრული ენა არის და ძალიან დასანანი იქნება, რომ ეს უნარი არ განივითარონ ბავშვებმა.